დავით ქაშიაშვილი საუბრობდა მცხეთიდან, სადაც ამ წუთებში ქართული კულინარიისა და ღვინის დღე აღინიშნება. რუსთავ ქალაქობა დღესასწაული გრძელდება ზეიმის ფარგლებში. დილიდან რუსთავში ახალი თბილისის ქუჩა გაიხსნა. 5 კილომეტრიანი გზა სრულადაა მოპირკეთებული, დაგებულია ასფალტის საფარი, მოწყობილია ბორდიურები, გზა ახალი წყალდამწრეტი სისტემითაა აღჭურვილი. ქუჩაზე მოწყობილია უსაფრთხოების ნიშნები. რუსთავში ახალი ქუჩის გახსნა ველოტურნირით აღინიშნა. მასში 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყო გარემოს დაცვის მინისტრიც. ახალი პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაკეთდა და შერემონტა. ახალი ქუჩა დღეს მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მხარის გუბერნატორთან ერთად გახსნა. დღეს ესე ველორბოლით ესე ორიგინალურად ხსნით ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ქალაქ რუსთავში, მთავარ არტერიას, ეს არის თბილისის ქუჩა. ჩვენ ამ ქუჩას გავუკეთეთ რეაბილიტირება და დღეს ამას იქით რუსთაველებს შეუძლიათ უკვე ისარგებლონ კომფორტულად ამ ქუჩით. ასევე დღეს არის ზეიმის კულმინაცია, იცით რომ ჩვენ ყავს სოფლიოში ყველაზე ძლიერი მაგარი ანსამბლი, ეს არის ანსამბლი რუსთავი და მათი სოლო კონცერტი იქნება მთავარ მოედანზე და ასევე ამ კონცერტის დასრულების შემდეგ იქნება ლუი ბეგას კონცერტი, ასე რომ ყველას ვეპატიჟებით ველით. პირველი ქალაქი იყო რუსთავი, სადაც იყო ტაიმერიანი შუქნიშნები პირველად საქართველოში და ურბანულ გარემოში ველოსიპედებისთვის მოწყობილი კეთილმოწყობილი ბილიკები. ამიტომ ველოსიპედს ნამდვილად იმსახურებს რუსთავი და ამ აქციასაც თავისთავად და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ აქციაში მერგო პატივი და მონაწილეობა. ყველა რუსთავოს მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ ყველა ერთად, მაგრამ ჩვენ სიურპრიზით ვართ, აი ეს გზები დავამთავრეთ თლიანობაში, ეს ცენტრალური გზების საკითხი ჩვენ დავალაგეთ, როგორც პირდებოდით რუსთავობის მოსახლეობას და ორიგინალურად აღვნიშნეთ, აი ხედავთ რომ მთავრობის წევრებიც კი მონაწილეობდნენ ამ რბოლაში. რუსთავ ქალაქობა ყველა ადამიანის რუსთაველისთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ ამ შეჯიბრის შესახებ ვიცოდით წინასწარ და შეძლების დაგვარად ვემზადებოდით ბიჭები ერთად და დღეს ძლიერი კონკურენტები ვიყავდა და გამიჭირდა საკმაოდ და მონაწილეებს დიდ მადლობას მოვახსენებ.